ჩვენი ეთერის სტუმარი გახლავთ გაზსადენის ტექნიკური სამსახურის უფროსი დავით ბალავაძე. მოგესალმებით. მოკლედ ეს გაზს ყოველთვის სჭირდება ყურადღება, ყოველთვის აქტუალური ამბავია ზამთრის პერიოდში. ზაფხულშიც და ზამთარშიც, მაგრამ აი ახლა რატომ შევარჩიეთ ეს პერიოდი იმისათვის, რომ ჩვენს მაყურებელს და ზოგადად მოსახლეობას მოუწოდოთ სიფრთხილისკენ და რა სიფრთხილისკენ უნდა მოუწოდოთ ამ ყველაფერზე შეგვიძლია ვისაუბროთ და შეგვიძლია დავიწყოთ საუბარს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს და მადლობას გეტყვით, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ მოგვიწვიეთ. პირველი ალბათ დავიწყოთ იმით, დღევანდელი მოცემულობა რა გვაქვს, როგორია სტატისტიკა გაზის დანადგარების მოხმარების დროს აღმოჩენილ დარღვევებზე. მიმდინარე თვეს, ნოემბრის თვეში უკვე 600-მდე დარღვევა აღმოჩენილი. მაინც ეგრე არის. მათ შორის გამოირჩევა ვარკეთილი, ვაზისუბანი, ისანი სამგორის რაიონი, სადაც სტატისტიკურად მაჩვენებელი უფრო მეტი არის და ასევე მიმდინარე წელს საერთო ჯამში 500,000 დარღვევაც ხდება ეს მაჩვენებელი. ეხლა თვითონ ეს დარღვევა რას მოიცავს? ანუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რა ტიპის შეიძლება იყოს დარღვევა? ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიში, რო ვთქვათ, არის ღია კამერიანი გაზის დანადგარების მონტაჟი საცხოვრებელ ფარდში. რაც კატეგორიულად აკრძალულია და ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ შედეგი იყოს ფატალური. სხვათა შორის თქვენი რეკლამებით, ცნობიერების სასამაღლებლად საზოგადოების ძალიან ხშირად მხდება ხოლმე რადიო იქნება თუ ტელევიზია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ღია კამერიანს ნუ დააყენებთ, ან მიმართეთ სპეციალისტს და ეს ადამიანების ყურშიც უნდა გაჯდეს. გეთანხმებით, ძირითად აქცენტს მაგაზე ვაკეთებ, ვინაიდან საკმაოდ რთული შემთხვევაა ეს ღია კამერიანი დანადგარის არსებობა სახლში და ყველაზე მეტად მაგის გვეშინია, ვინაიდან იქ რომ CO-ს დაგროვება დაიწყოს, უკვე ალბათობა გადარჩენის ნაკლებია. და ამიტომ ვცდილობთ, რომ პირველი SMS-ი ესე რო ვთქვათ, ეგ გაუგზავნოთ ჩვენ მოხმარებელს, რომ ეგ გამორიცხონ თავიანთ სახლებში და ამავდროულად ეხლა აქვე აღნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით, აი ამ მიმართულებით ღია კამერიანი გაზის დანადგარი რაც ქვია, ძალიან შემცირებულია ეს სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ ამისთვის კომპანია თბილისი ენერჯიმ და მისმა თანამშრომლებმა საკმაოდ დიდი ღვაწლი გაიღეს და თავის დროზე კარგად იმუშავეს, რომ ეს სტატისტიკა შემცირებულია. გრძელდება კიდევაც ეს. კი, ოღონდ შედარებით მცირე ვიდრე წინა წლებში. მაგალითად, 5 წლის წინ 70,000 ოჯახში გარანტირებული ვიცოდით, რომ ღია კამერიანი გაზის დანადგარი არსებობდა და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ 1000-1500 აბონენტამდე არის. ეხლა თქვენ რო ახსენეთ, რომ მაინც დაფიქსირდა, ხო? კი. დაფიქსირდა როგორ? ანუ თვითონ უკვე ადამიანებმა მოგმართეს თქვენ მიხვედით და დააფიქსირეთ, რომ დარღვევა. ანუ საბედნიეროდ ადამიანების ჯანმრთელობა არ დაზიანებულა. თვითონვე უკვე რეკავენ და შემოწმებაზე. ჩვენი მისვლის მიზეზი მოხმარებელთან ორად შეიძლება გავყოთ. ერთი, ჩვენით რომ მივდივართ გეგმურად შემოწმების დროს და მეორე, როცა მოხმარებელი მოგმართავს რაღაც ტექნიკური ხარისხის შემოწმებას. აი ამ ორი მიზეზის დროს როცა ვიყავით, მაშინ აღმოვაჩინეთ ეს დარღვევები. ღია კამერიანი გაზის დანადგარების გარდა სხვა ტიპის დარღვევებიც გვაქვს. კუსტარულად დაყენებული. კი, კუსტარულად დამონტაჟებული, ქსელი, შიდა ქსელი, აი მრიცხველს შემდგომ რა ქსელიც გამოდის, ის არის აბონენტის კუთვნილება და აი ამ ქსელის გაყვანის დროს უხეში დარღვევები. განსაკუთრებით აღნიშნავ ყველაზე საყურადღებოს ესე რო ვთქვათ. გეცოდინებათ ეს რბილქსოვილიანი სილიკონის მილებით. ეს გამოიყენება ზოგადად გაზის დანადგარზე დაერთების მხრივ, ანუ მყარი მილით მივიდეთ და მერე სახელურად გამოვიყენოთ, გადავაერთოთ დანადგარზე. თუმცა, აი წარმოიდგინეთ დანადგარს პირდაპირაც უერთდება, ხო თვითონ? კი, ეს სილიკონის მილი სახელურს ეძახიან ესე რო ვთქვათ, რომ გადავიყანოთ დანადგარს. მაგრამ აი წარმოიდგინეთ მეხუთე სართულიდან რომ ავტოფარეხში აი ამ სილიკონის მილით გადაიყვან გაზს. აი მეხუთე საცხოვრებელი კორპუსის. ან ბინაში შეხვალ და აი ატაკზე აგდია ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაივლიან ფეხს დააბიჯებენ, გამოივლიან. ან ქონია შემთხვევა, რომ აი კერძო სექტორში სარეცხი თოქზე ესე დახვეული გაყვანილი სილიკონის მილი და ისე დანადგარამდე მიყვანილი. ეს არის საკმაოდ უხეში დარღვევები, რაზეც ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა მყისიერია რეაგირება. თუ ამას აღმოვაჩენთ, ადგილზე ვახდენთ
ხო, ანუ ახლა რბილი და ქსოვილი როგორ ხდება ამის ასე ვთქვათ პრევენცია? პრევენცია თუ აღმოვაჩინეთ ადგილზე ქსელიდან ჩახსნა ხდება ან დანადგარის, ან არასწორად გაყვანილი ქსელის. ჩვენი ძირითადი პრევენცია ეს არის. აქვე საყურადღებოა, ვინაიდან ზამთრის სეზონია და სახლს ვათბობთ, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი არის გაზქვრივით გათბობა რომ არ შეიძლება. არაფრის დიდებით, ვინაიდან თუ ჩვენ გაზქურას გასათბობად ვიყენებთ, მაშინ ფანჯრებს, კარებს, კეტავთ ყველაფერს, რომ გარედან ცივი ჟანგბადი არ შემოვიდეს. თუ ამას ვაკეთებთ, უკვე გაზქურა ამ სახლში არსებულ ჟანგბადს თვითონ მიაქვს, რომ გაზმა დაიწვას და ჩვენ ჩებით უკვე ჟანგბადის გარეშე და ეს იწვევს ესე რომ ვთქვათ მოწამვლასაც და გაგუდვასაც. აი ამ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე ხშირად, რომ ვინც აი ესე ან ღია კამერიანი გამათბობლით ან გაზქურით თბება, რომ რაღაცა პატარა ფორთოჩკა ან ფანჯარა შეღებული აქვს. ეს არის თუ არა შეწონილი და რეალურად პრევენციას ახდენს თუ არა? ლოგიკას რომ მიყვეთ, გაზქურით რო თბები და ვინმე რეკომენდაციად მიიჩნიოს ფორტოჩკის ეგრეთ წოდებული გაღება, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება, იმიტომ რომ თუ ის გამოვაღე ვეღარც გავათბობ სახლს, ხო, ცივი ჰაერი შემოვა. ამიტომ არანაირი გამართლება არ აქვს, ზოგადად არ შეიძლება რა. ადრე იცოდნენ, რომ ეს გაზქურის კამფორას ჩართავდნენ მერე ყოფილა შემთხვევაში, აი ამბულს დაადებდნენ ხოლმე, იმას აცხელებდნენ და ცდილობდნენ სახლის გათბობას. ეგეთი რამე 90-იანებში ძალიან ხშირი იყო ეს მაშინ. კი, ნუ მაშინ და გარკვეულწილად მცირე, მაგრამ მაინც მოყოლილია ახლა ეგეთი შედეგები არის. ძირითადი აქცენტები ეგა გვაქვს და გასთან ყურადღების მიქცევა. ნუ რაღაც საჭმელსო დავადგავთ მოსამზადებლად და სახლიდან გავიდეთ და ღია დავტოვოთ, ეგეთი რამე არ უნდა ვქნათ. ფანჯარა უნდა გამოვაღოთ, გავანიავოთ. გაზქურას როცა მოვიხმართ, გაზქურა არის ერთადერთი ღია კამერიანი გაზის დანადგარი, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება შეიძლება. თუმცა თუ მე ამას მოვიხმარ, მაშინ გარკვეულწილად ბევრი ნორმები უნდა დავიცვა. იქ პატარა სივრცეში არ უნდა მქონდეს დამონტაჟებული, დახურულ სივრცეში არ უნდა იყოს და ასე შეიძლება. უნდა იყოს, ხო? დავით, ერთი კითხვა მექნება, აი გამათბობელთან დაკავშირებით, ძირითადად ვისაც აქვს ამის საშუალება, მაინც ყველა ვცდილობს რომ აივანზე დააყენოს და მაინც სახლში არ იყოს, ხო, გამათბობელი. და ვისაც ვთქვათ, არა აქვს ამის საშუალება, ანუ აივანი არ არსებობს, ხო? აი იმ ადამიანმა რაღაცნაირი გარკვეული წესები უნდა დაიცვან, სად უნდა იყოს და ზოგ სამზარეულოში აქვს დაყენებული ეს გამათბობელი, რომელიც თელ სახლს ათბობს და წყალსაც აწვის თბილს. კი, არის ეგეთი შემთხვევები, თუმცა ეგ გამათბობელი არის დახურული წვის კამერის მქონე. ამიტომ ეს დახურული წვის კამერა ზოგადად რას გულისხმობს? წვის კამერა არის დახურული, ორი გამწოვი მილი აქვს, გაზმა რო დაიწვას, ამისთვის საჭირო ჟანგბადის შემოვა გარედან და ნამწვ აირსაც გასტყორცნის გარეთ. ანუ ოთახისგან არის იზოლირებული, ამ დახურული წვის კამერაში როგორი წვაც არ უნდა მიდიოდეს, სრული იქნება თუ არასრული, ჩემგან არის იზოლირებული და მე საფრთხეს არ მიქმნის. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება იმ სამზარეულოშიც დამონტაჟება. თუნდაც ის ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლები, ეგრეთ წოდებულ კანონკებს რო ეძახიან, მაგას ჩვენი რეკომენდაციაც იყო, რომ თუ გარეთ აივანი არ აგაქვს და ვერ გაგაქვს, მაშინ ეს შეცვალე დახურულ კამერიანით და ამითაც მოგვარდება ეს პრობლემა. გააჩნია დანადგარ სახლში, როგორი დანადგარი არის დამონტაჟებული. და ღია წვის თუ აქვს ადამიანს მაინც და მაინც სამწუხაროდ და თუ გარეთ არის დამონტაჟებული, ეს უკვე უსაფრთხოა? ღია წვის თუ არის და გარეთ ღია სივრცეში არის დამონტაჟებული, ეს არის უსაფრთხო. ანუ თუ გაქვს გარეთ წვის, აუცილებელია რომ იყოს გარეთ. გარეთ ან ცალკე სათავსოში, ან აივანზე. თუმცა თავისი რაღაცა მცირე ნორმები უნდა იყოს დაცული რა, ქსელი სწორად უნდა მიიყვანო უსაფრთხოდ ესე რომ ვთქვათ და იმის მონტაჟიც ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. თან აქვე განმარტავ რომ გაზი გაზ ხო ორი თვისება აქვს, დადებითი და უარყოფითი. დადებითი რა არის? ცეცხლი ეკიდება, ეს ცეცხლი სითბოს გვაძლევს და ამ სითბოს ვიყენებთ მერე ჩვენ სამივე მიმართულებით. ვათბობთ, წყალს ვაცხელებთ და საჭმელს ვამზადებთ. თუმცა თუ არასწორად მოვიხმარ ან დანადგარს არასწორად დავამონტაჟებ, დადებითი სითბოს ნაცვლად სხვადასხვა ტიპის უარყოფით შედეგებს მივიღებთ. გაზი საშიში არის დახურულ სივრცეში. ანუ ფეთქებად საშიშია, აალებადია და მოწამლება. შუქისანთების დროსაც რამდენი შემთხვევა ყოფილა სახლში ვინმეს ღია დარჩა დანადგარი და შევიდა და შუქი აანთო, რა თქმა უნდა, ფეთქებადობის ზღვარზე თუ ამისული, ის ბინა აუცილებლად აფეთქდება. ვინაიდან გაზი ამ ცუდ თვისებებს ხოლო დახურულ სივრცეში ავლენს, ამიტომ არის რომ სახლში უნდა ვიყოთ ყურადღებით, როცა ჩვენ გაზის დანადგარებს მოვიხმართ. აქვე პატარა განმარტებასაც გავაკეთებ, რომ შიდა ქსელის
გაზის შიდა ქსელის და გაზის დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისგებლობა ეკისრება მობინადრეს. ეს პირდაპირ წერია კანონმდებლობაში. ჩვენი მხრიდან, როცა ჩვენ შემოწმებაზე მივდივართ და რაიმე ხარვეს აღმოვაჩენთ, რა თქმა უნდა, მყისიერია ჩვენი რეაგირება. უბრალოდ თუ თვითონ მოსახლეობამაც და მოქალაქეებმაც ჩვენმა მოხმარებელებმა ეს პასუხისგებლობა არ გაათვითცნობიერეს, მხოლოდ კომპანია ვერაფერს ვერ იზავს. ჩვენ კი თუ მივედით და აღმოვაჩინეთ, ვივიღებთ ზომებს, მაგრამ ჩვენ შემდეგ რას იზავს მოხმარებელი, ეგ ხო კითხვის ნიშნის ქვეშაა. დავით, კიდევ ერთი კითხვა მექნება. აი, როდესაც ხოთ შეერთებაც გაზი მიდის, რაღაცა ავარიულია, ყოველთვის მე საბურთალოს ვცხოვრობ, ვაკეს ეკუთვნის რა რეგიონს თუ რაიონს, მაგრამ საბურთალოა, ყოველთვის არ არსებობს, არ მოვიდნენ, არ გამოაცხადონ, რომ გაზი მოვიდა და ყურადღებით იყავით. მაგრამ არსებობს ესეთი ეხა თანამედროვე გაზქურები, რომელიც თვითონვე ჩამკეტი არის, ანუ გაზი რომ მიდის, გამათბობელიც ითიშება და თავის ჩამკეტიც აქვს, ანუ არ არსებობს იქ გაჟანოს რომ მოდის, მაგრამ აი მაინც როდესაც გაზი წასულია და უნდა მოვიდეს, აი მოსახლეობაც რო გავაფრთხილოთ, რომ თქვა თუ სახში არა ვართ, როგორ უნდა მოვიდეს? აუცილებლად ონკანი უნდა გადავკეტოთ. როგორც კი SMS-ი მოგვივა რაღაც ავარიული წვეტის შესახებ, რომ გაზი გვეთიშება, ჩვენი პირველი ქმედება არის გაზის ონკანის დაკეტვა და გაზის დანადგარების ონკანის. როგორ? ცენტრალური ონკანის. დიახ, ცენტრალური ონკანის, რომ მე ჩართვის მომენტში რომ ჰერმეტული იყოს ქსელი და ჩვენც არ გაგვიჭირდეს დროულად გაზის აღდგენა და ეს ფაქტორიც რომ გამოირიცხოს, რომ ვიღაცას გაზის დანადგარი ღია აქვს დარჩენილი. ეს არის პირველი მესიჯი, ესე რომ ვთქვათ, რომ როცა SMS-ი მოგვივა წვეტის შესახებ, ავარიული წვეტის შესახებ, ჩვენი მხრიდან ონკანი იყოს დაკეტილი. იმ გაზქურაზე რაც თქვენ ახსენეთ, მეც ვიცი ეგ ახალი შედარებით ახალი შემოსულია ბაზარზე, მაგას თბო სენსორი აქვს და როცა კი ცეცხლი თუ არა აქვს, ის წაფი თუ არა აქვს, რაზეც საჭმელს ვამზადებთ, როცა ცეცხლი უკიდია, მაშინ ატარებს გაზს და როგორც კი ჩაქრება, სითბოცხო ქრება ამ დროს და ის თბო სენსორი ეგ არის. როგორც კი სითბო იკარგება, გაზის მიწოდებასაც ყვითავს. ნუ ეგ დამცავი თვითონ გაზის დანადგარს აქვს. მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეს არ არის სიმშვიდის. ესეც ხელსაწყოს კარგია, პრევენციული ზომა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შეიძლება ის თბო სენსორი გამოსული იყოს მწყობრიდან თუნდაც. რა თქმა უნდა, მაგიტომაც არის. კარგია აქ, მაგრამ ჩვენ ამის გამო ყურადღება არ უნდა მოვადოთ. რა თქმა უნდა. კიდევ ერთი თემას მინდა შევეხო. რაც მაყურებელმაც მინდა კიდევ ერთხელ იცოდეს, აი თქვენ ახლა სტატისტიკაც რო დადეთ, სად არის თქვათ მაღალი მაჩვენებელი დარღვევების და ასე შემდეგ. მინდა ადამიანებს უთხრათ, სად როგორ უნდა დარეკონ და ისიც რომ უფასოა და მომსახურება, იმიტომ რომ მე გამოვიყენე პირადად წინა სტუმრობის შემდეგ, შევამოწმებინე მაინც ხო ჩემი სიფრთხილის როგორ მიყვარს ჩემი თავი. კი ბატონო. და გარდა იმისა რომ უფასოა, ძალიან ისე ყურადღებით და თავიდან ბოლომდე ამოწმებენ. ანუ სანამ ჩავრთავთ მე მგონი ძალიან კარგი იქნება და თუ უკვე ჩართული გვაქვს ალბათ, იმიტომ რომ ზამთარია, მაგრამ რო შევამოწმებინოთ ძალიან კი, ძალიან კარგი კითხვა დასვით. ორი ცხელი ხაზის ნომერი გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, 114 და 2404004. აქ განსხვავება რაშია? თუ გაზის სუნს ვიგრძნობთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად 114 უნდა ავკრიფოთ, ვინაიდან ეს არის სწრაფი რეაგირების სამსახური და ამ დროს რეაგირებაც სწრაფია საჭირო, ვინაიდან გაზის სუნი გვცემს, მაგრამ თუ რაიმე ტექნიკური ხარისხის მომსახურება გვჭირდება, ან შიდა ქსელის გადამოწმება, ან დანადგარების, ან რაიმე საკითხის დაზუსტება, ამ შემთხვევაში 2404004 ამ ნომერზე უნდა ავკრიფოთ. უბრალოდ აქ ერთ საკითხს გავმიჩნავ, რომ რა შედის ამ მომსახურებაში, ტექნიკური ხარისხის მომსახურებაში. ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მივლენ, შეამოწმებენ შიდა ქსელს, გაზის შიდა დანადგარებს და ხომ არ აქვს ადგილი გაზის გაჟონვას. თუმცა ის რომ ვიღაცა ჩვენი წარმომადგენელი მივიდეს და ის საკედლე ბუხარი კარმა რო უყენია და აუნთოს ჩვენმა წარმომადგენლებმა, ეგ არ აქვს მოსახურება და ხშირი არის ხოლმე შემთხვევები, რომ რეკავენ აბონენტები და რომ მივალთ, აი არც უნიმცემს, არც არაფერი, უბრალოდ ცივა და ვერ ვანთებ და შენ ამითე. ანუ ამას ჩვენი წარმომადგენლები ვერ იზავენ, უბრალოდ შეამოწმებენ ამ დანადგარის მონტაჟი ქარხნულად აკმაყოფილებს თუ არა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებს და თუ საჭიროა გარკვეულ ინსტრუქციებსაც მისცემენ, მაგრამ უშუალოდ გაზის დანადგარის ანთება და რაღაცა იქ ხელსაწყოებზე ჩართვა, ეგეთი ის ჩვენ არ აქვს. ამ შემთხვევაში უკვე კერძო ხელოსანია საჭირო, ვინც იცის რომ როგორ აანთოს ეს დანადგარი. აი ბოლო კითხვას დაგისვამთ, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, თქვენ ახსენეთ კანონმდებლობა და ასევე პირადი პასუხისმგებლობა. მე მაინტერესებს აი
თუ შეგიძლიათ მოკლედ რომ გითხრათ კანონმდებლობასთან მიმართებაში ეს პირადი პასუხისმგებლობა სად უნდა კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ გავამახვილოთ ყურადღება აი მაგალითად გარეწვის კამერები გარეწვის დანადგარები რომლებიც არსებობს საბოლოო ჯამში გაყიდვაშიც არსებობს და არ არის აკრძალული, ხო? რადგან ასევე არ არის აკრძალული ღია სივრცეში თუ დააყენებ, შესაბამისად შესაძლებელია, ხო? ანუ ეს პირადი პასუხისმგებლობა და კანონმდებლობისა ეს რაღაცა ნაერთი, სად არის რაღაც ისეთი, სადაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება კანონი მიცავდეს და პირადი პასუხისმგებლობა ამ კუთხით აღარ არის საჭირო და სად არის რაღაცა პირადი პასუხისმგებლობის კიდევ უფრო მეტად გაცნობიერება საჭირო, იმიტომ რომ კანონი შეიძლება გარანტირებულად აქ ვერ მიცავდეს. არა, მე მივხვდი თქვენ კითხვას. აქ მთავარი არის რა, მე თუ გაზის მოხმარებელი ვარ და განსაკუთრებით მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ვცხოვრობ, მარტო ჩემ თავზე, ჩემ ოჯახზე არ ვარ პასუხისმგებელი. ანუ მე გარშემო მეზობლები წყავს და თუ მე რაღაცას არასწორად გავაკეთებ, მათაც ვავნებ, ხო? თუ ეხლა ღია დამრჩა ეს გაზის დანადგარი და გამოიწვია მან აფეთქება, მარტო ჩემი სახე ხო არ აფეთქდება, იქ შეიძლება მეზობელსაც ვავნო. პასუხისმგებლობა აქ რასაც გულისხმობთ, ის არის რომ თუ შენ გას მოიხმარ, მაშინ შენვე მიაქციე ყურადღება, სწორად მოიქეცი, უყურადღებოდ არ დატოვო ეს გაზის დანადგარი. ეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც მასიურად იყო. კი იყო ეგეთი, აი რაც თქვენ ახსენეთ, მაშინ რატო იყიდება, მაგრამ მე ვფიქრობ ეგ არ არის გასასამართლებელი საბუთი, იმიტომ რომ თუ ამის გარესივრცეში დაყენება შეიძლება ცალკე სათავსოში, რატომაც არა, ხო? იყიდეო, სწორად მოიხმარე. მანდა მაინც ბინაში რო აყენებ, მაგ შემთხვევაში არ შეიძლება თორე თუ გაქვს ცალკე სივრცე, სწორად უნდა ვიცოდე მოხმარება. ხო, ანუ თვითონ უნდა ეგრე მარტო მაგალითს მოვიყვან, პურის დანაც იყიდება მაღაზიაში, მაგრამ იმას იმიტომ ვყიდრო, რომ პური დავჭრათ, ხო და არა სხვას ვავნოთ. იგივე ფაქტორია, რომ იყიდე ის ღია კამერიანი, ოღონდ დააყენე სწორად. ისე რომ არც შენავნო შენ თავს და არც მეზობელს. იყო შემთხვევები, როცა ეგრეთ წოდებულ დიმახოც ეძახიან კორპუსებში, რომ გაშვერილი ქონდა ამას. ამით საკუთარ ოჯახსაც ავნებდნენ და მეზობელსაც. თუმცა ეგეთი ფაქტები უკვე ნაკლებად არის. ისევ ამუშავო, რომ ამ კომპანიამ თბილისი ენერჯიმ და მისმა თანამშრომლებმა ბოლო წლები იმდენი აკეთეს, რომ აი მინიმუმამდე დაიყვანეს აი ამ მიმართულებით პრობლემები. მასმედიამაც სხვათა შორის. ეგ გამოჩა ბოდიშგიხდით თქვენი ხელშეწყობით, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი თუ გვაქვს დრო 2 წუთი ბარემ ვიტყვი, რომ იყო ჩვენი მომხმარებლების მხრიდან, აი წარმოიდგინეთ, მიხვიდოდი, არ შეიძლება და უნდა გავთიშოთ ეს წყალგამაცხელებელი, რაუნებოდით. კაი რა ზღაპრებს გვიყვები 10 წელია მიყენია და აქამდე არაფერი არ ოქნია და ანუ ეგეთები და აი თქვენმა აქტიურობამაც უკვე ის გაზარდა. აი ნახე, დრო არ აქვს, მაგრამ ისე სიამოვნებს თქვენმა აქტიურობამს რო ამბობთ და ამიტომ დიდი მადლობა და მადლობა თქვენ საუბრისთვის და